თამაში გაერთიანებული და სხვათა შორის გავიქცე საახალწლოდ პირამიდის პროდუქციაში არის სრულიად განაღლებული სათამაშოები. ყავს ახალი მონაწილე ანა! გამარჯობათ! და ძველი ლაზარე! და სანამ დავიწყებთ, ყველაზე მთავარი ჩვენში გამარჯვებულს გამოავლენთ თქვენ კომენტარებში. დავიწყოთ რაუნდი პირველი. წესები მარტივია. ჩვენ რა როლით შეხვდება, მაგ როლით უნდა გავხსნათ ჩვენ რაც გვინდა. ესე იგი, ლაზარე, შენ როგორც ჯელტვენი დაიწყებ პირველი. დავიწყოთ. ვაა, ბებოს როლი შემხვდა. კაია. საინტერესოა. შეძლებ? ჩემში ღვიძებს მაყალა ბებო. ამ ენერგიას გძნობ. ყველა მაყალა ბებოს მოგიტყვა. დავიწყოთ. პირველი გავხსნათ გოგონების დიდი შაბლიტო. აი! წელი დედა, წელი ვაიმე. უი! ასეთი სოფელში მყავდა, იმე. იქინა რა ჩემ თემურის ყავდა ესეთი. უი მე. რავაი, ნახე რა მაგარი სათამაშოა, რავაი ლურჯი ჩამოსულა, ნახე. რა მაგარი. ლაზარე მაგარი იყო. ისე მართლა ლაზარე რა მაგარი კვამგივიდა. აბა, ესე ჩემ თემურის სურდოდა და როგორ მინდოდა რომ ამოსდოდა თემურის. ახლა გავხსნათ ბუსკვერცხები. ახლა მიდი მომაწოდე შვილო, მიდი. აი, წელი. მომაწოდე. აიმე! ნახოთ ხარ ამოვივა. ჩემი თემური უნდა გავახარო სახში რომ მივარ. ვაიმე, ესა ბებო როგორ იხსნება, გამიხსენია. ესა ბებო. ოი, დედა, ვაიმე. ამოვდი. ვაი, დედიკონა. აბა გავხსნა. ესა ვიკაცი ვერ არის. ბეტმენი. გია, შენახარ. გია. ახლა უნდა გიასა. ნახე რეუბი შეული ამ გიასა, ნახე. აი. მაგარი გია. არ ვიცი, შენზე კარგად თუ გამომივა, მაგრამ ვეცდები და ნახოთ რა როლი ამომივა. მაყურა ბებოს ვერ აგობებ, ეს უთუცა შენა. უყურია მასა როგორ. მადლობა ხარდაჭერისთვის მაყალაბებო და დავიწყოთ. მაგარია, მომწონს. კაი, დავიწყოთ. ესე იგი, მე მომივიდა როლი beauty bloggeris და მომაწოდეთ გოგოს პატარა პირამიდა. გამარჯობა! დღეს ჩვენ გავხსნით ესეთ პირამიდას, ნახეთ, როგორი ხასხასა ფერები აქვს, ჩემო სიყვარულებო, ჩემო გვრიტებო. გავხსნათ გოგონას პირამიდა, ესეთი ხმალია. ნახეთ, როგორი ბუშტი დევს, ესეთი. ამ ბუშტის გაბერვა შეიძლება, მაგრამ ჩვენ ამას გავუბერავთ ვიდეოს ბოლოს, რომ უფრო ესეთი ესთეტიკური იყოს. ასევე აქვს კამფეტები. ესეთი ლავლავი. და გადავიდეთ ყველაზე მთავარზე, სათამაშოზე. ესეთი პატარა თოჯინა მოგვიდა, პატარა ბავშვი, ახლა მას გავხსნი. აბა, მოდი ჩემთან ჩემი პატარა ცისფერი თვალები აქვს. და ესეთი საყვარელი პატარა კაბა. რამდენი წლისაა? ესეთი კითხვები დედამისს დაუსვით. აი ესეთი საოცრება მოგვივიდა პატარა პირამიდაში. ასევე კამფეტები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩემ პრომო კოდზე #vaime. გადავიდეთ შემდეგზე. თუ შეიძლება მომაწოდეთ გოლიათი ბიჭის პირამიდა. მადლობა. ეხლა გვაქვს დიდი პირამიდა, ოღონდ ეხლა ბიჭი საკეთ ლურჯი ფერია და მოდით გავხსნათ. მე ვხსნი ნაზად, რომ არ გავიფუჭე ჩემი ჩხილები. ესე იგი, პირველი აქ გვიდევს ლავლავის კამფეტები. ოღონდ ეხლა უკვე დიდი შეფუთვა არის ამასთან შედარებით და ესე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩემ პრომო კოდზე. ოღონდ ეხლა ფასდაგნებით. ასევე აქ დევს სტიკერები
და ამოვიღოთ ყველაზე მთავარი სათამაშო. ეს თვით რონალდომ გამომიგზავნა თუ მესიმ უკვე სახელები აღარ მახსოვს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს იხილოთ ისევ და ისევ ჩემ პრომო კოდზე. ძალიან ესთეტიკურია. იხსნება, ვაიმე შოკში ვარ. თურმე ბურთი არ ყოფილა. თქვენ შეგიძლიათ ეს დაატრიალოთ, ან შეგიძლიათ არ დაატრიალოთ და უბრალოდ გედოთ სილამაზისთვის. იმიტომ რომ ძალიან ესთეტიკურია. მივხვდი, ეს თურმე ანათებს. ეხლა გაჩვენებ დემონსტრაცია. სალო. მადლობა. კარგია, ანა, ნახოთ შენ რა შეგხვდება. ძალიან საინტერესო პერსონაჟია. გავხსნი ქექეს. ესე იგი, დღევანდელი გაკვეთილის თემა არის გოგოს ქექე. ოღონდ ყურადღებით მისმენთ. აბა დავიწყოთ, ძალიან ლამაზად გამოიყურება და გავხსნი. აბა რა არის აქ ძალიან საინტერესო სტიკერები. აბა ეხლა მიხარით რომელი არის სწორი. გამოპარვია თუ გამოპარვია? მას. იტყვის ემილი. გამოპარვია. სწორი ხარ. ოროსანო. ჩემ დროს ყველაირი სწავლებები იყო ბებო. აბა დაწყარდით ბავშვებო და გავაგზავნოთ. და რაც ამოგვივიდა არის კვარტი. აბა რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ბატი? ფრინველებს თუ ცხოველებს? ვინ მიპასუხებს? მიპასუხებს ლაზარე. წყალმცენარეებს? გასაგებია ლაზარე. ველოდები მშობლებს სკოლაში. აბა ბავშვებო, შემდეგს ვხსნით დიდი ბიჭის კოშკს. აბა ბავშვებო, ყურადღებით მისმენთ? ვაუ. მაგარია. აბა თქვენი აზრით რა არის? ახალწყობი? არა ლაზარე, შენ როგორც სულ არის არც ერთი გაკვეთილი. ეს არის ძალიან მაგარი მოტოციკლეტი. მასწავლებელო, შეიძლება ეს რომ სახში წავიღო, დავალებებს კარგად შევასრულებ და აი, როდესაც შეასრულებ, მერე მოვიფიქრებ. და სხვათა შორის, ემილიკოს სულ აქვს გაკეთებული ყველა დავალება და სულ მზად არის. აბა ხმენა. გამომართვე ემილიკო, ეს შენ. მადლობა. მე მგონი რაღაცა საკეთებს კიდე. არა, კარგად უნდა ვისწავლო. ჩემი ჭკვიანი ემილიკო. რაუნდი 2. ჩვენ გავაკეთებთ ინსტალაციებს, რომელსაც გავყიდით აუქციონზე $1,000,000. ხო, არ მოგესმათ, $1,000,000. და ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება დაფა. ტრადიციულად ლაზარე დაიწყებს, შენ შეგიძლია ერჩიო, რომელიც გინდა აქედან 3 და გააკეთო ამისგან ინსტალაცია. და რაც მთავარია, წარადგინო. ამოიჩო გოგონების პატარა კოშკს, გოგონების შაპიტოს და ბიჭების ბუსკვეტს. ვაუ. პოკემონი. იცი პოკემონი? გამიგია. ამოგვივიდა ბილეთი კახეთში, როგორც ვიცი, ეს უნდა დაასკანეროთ და ძალიან მაგარი ანიმაცია ამოდის. ეხლა გავხსნით ბუსკვეტს ბიჭების. ბეტმობილი ამოვიდა. გოჭიბება. ძალიან საინტერესო რაღაცები გახალზარე. ნეტა რა გამოვა? ძალიან მაგარი იქნება ჩემი აზრით. ეს ბეტმობილი გამოყენებულია ნამდვილ ფილმში, რომელიც დაჯდა $5,000,000. ეს არის პიკაჩუ, რომელიც ნამდვილად ანიმეში იყო გამოყენებული. მისი ქანდაკება დგას ლუვრის მუზეუმში და იგი ღირს $4,000,000. ეს ის პირველი პეპა, რომელზეც საერთოდ ანიმაცია შეიქმნა. კითხვები შეიძლება რომ დაგისვათ? დიახ, შეიძლება. მაინტერესებს, აი თუ ერთი წელი პიკაჩუ ღირს 4,000,000 აქ რაღაც კიდე ფასებია, მხოლოდ $1,000,000-ად ამას რატო ყიდით? თქვენ რაღაც ვერ გაიგეთ. $1,000,000 საწყისი ფასია. გასაგებია.
ჩემი აზრით საინტერესო იყო და ეხლა მე უნდა ვირჩიო. კარგით გავაცნო. ესე იგი, ავიღოთ გოგოს დიდი პირამიდა, დიდი გოგოს შაპიტო, გოგოს პუსკვერცხი. ეს რაღაც ჩემი უფრო მაგარი იყო. ტუნ საუბურ. აი ესეთი რაღაცა არც ერთს არ ამოგივათ. Impandini bananini. Wa. ოპა, ძალიან უცნაურია, მაგრამ საინტერესო თემა იქნება მაინც. თან ბრელოკია და ეხლა ამასაც გავუკეთებ. და ფიქრობ მაგით აი მაჯობია. წარმოიდგინეთ ესე მიდიხარ სკოლაში და რაღაცა. Bombini gudini. აუ ესეც მაგარია. მაინც ვერ მაჯობია. შანსი არ აქვს 0%-ია რომ მაჯობია. აი უკვე მოვიფიქრე თემა, პროსტა ეხლა მესამემ რამე არ ჩამოშამოს. და ბოლო ხოლმე რამე წავიდეს. ნუ შესაძლოა რამენაირად შეურია ამ ყველაფერს. არა, გამაზე. მაგარი იქნებოდა პოკემონი და Hello Kitty ერთად რო ყოფილიყო. ვიწყებ შექმნას. ჩემი აზრით წააგებს. მე მომწონს. მე არა. და ასევე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყვანოთ კანფეტები. აქამდე როგორ ვერ მომაფიქრდა. ხო, ხედავ იდეები მაქვს საოცარი. ჩემი ინსტალაცია მზად არის. აი ესე გამოიყურება და ეხლა ყველაფერს აგიხსნით. ინსტალაციის სახელი არის განვითარება. და ეხლა ავხსნი რატომ? იმიტომ რომ აი აქ არის გამოსახული ბავშვი, პატარა ბავშვი, რომელიც ვითარდება, ანუ იზრდება და ჯერ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩვენ ბავშვები, ადამიანები თამაშობდით ჩვეულებრივი სათამაშოებით, გქონდა რაღაც Hello Kitty bla 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 bla, აი ეგ ეს გამოიხატება და შემდეგ უკვე მიდის აი ტუნგ სახურზე და აი Bonica ambala. ხო და აი აქ გამოიხატება რამდენად წინ წავედით, აი აქედან დაწყებული, აი ესე რომ წავედით წინ. ანა, შენჯერია. მე გავხსნი პირამიდას, კოშკს, გოგოს კოშკს და პატარა ვარდისფერ შაპიტოს. ჯერ ვხსნით შაპიტოს, კეტები და ულამაზესი თოჯინაძან. ვაუ. საყვარელია ჩემი აზრით. თან ვიცი ეს ხელთნაკეთია. ხო, ძალიან ლამაზია. შემდეგი არის კოშკი. გავხსნათ. უი, აქ რაღაც ძალიან დიდი გვაქვს და ეგ არის ვაუ. კენგურუ. ფუმფუა კენგურუ. ძალიან კარგი რაღაცეები ამოდის, თან შესაბამებული, რომ ხო, მე ჯოჯოობით ყველა რბილია და რაღაც და ძალიან სუხდება ერთმანეთს. მესამე გვაქვს ბიჭის პირამიდა. აბა. და აქ ამოგვივიდა მანქანა. ცოტა ამოგდებული არის კონტექსტი. ძერხვები, მაგრამ ძალიან ლამაზ გამოიყურება. მაგაში გეთანხმები. ესე იგი, ეს არის ავსტრალია და ეს კი არის კენგურუ, რომელსაც ყოველდღიურად ექვნებათ საფრთხე. ეს კი არის ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ფიქრობს, როგორ დაეხმაროს კენგურუს. აუ, ეხლა მომივიდა სახელმწიფო საჩუქრისთვის მაგარი იდეა. აი, წარმოიდგინეთ, ლამას შეფუთვაში რომ ჩაალაგოთ თითო პირამიდის პროდუქტი და აჩუქოთ პატარას. რაუნდი 3. ჩვენ უნდა შექმნა ჩვენი პატარა გამოგონილი სპექტაკლი, თუ როგორ? ეხლა ნახავთ. რა თქმა უნდა, ტრადიციულად იწყებს ჩვენი ბატონი ლაზარე. ლაზარე უკვე თემაში შევიდა. საკმაოდ ბევრი არჩია. მხოლოდ 4 პროდუქტის გამოყენების უფლება გვაქვს. დავიწყოთ. ვაუ. სპინერი. ვაუ. ბურთი. ძალიან მაგარი რაღაცა მომივიდა. ნახე, მაგარი. რა გავხსნათ პირამიდა. ვაუ. ამას ნაღდად არ მომელოდი. იღვალიც ამას ქვია მეორე ორი სპინერი. სპინერი გაქვს. აბა.
ახლა ნახე აქ მე რეები დავატრიალო. კიდე რა შვება? ხო, ნახე, ტრანსფორმერია მე მგონი. ამით რა მაგარი რაღაც დრაკონი რობოტი. ესეთი მქონოდა. მამიკო, შენ ძალიან დიდი სპინერი ხარ. მეც შენნაირი სპინერი მინდა გავხდე. ოდესღაც მეც გავშლი ფრთებს და ვიტრიალებ ჰაერში და გადავარჩენ თელ სოფლიოს. შენ დრაკონებს უნდა დაეუფლო. ამისთვის კი ბატონ შინხუნსთან უნდა მიხვიდე. ბურთებს უნდა მოუგოთ ომში. მე ბატონი შინხუ ვარ. თქვენ გადაწყვიტეთ სტიქიის შესწავლა? დიახ, მე გადავწყვიტე. მაშინ უნდა დაეუფლოთ მას. ვაუ, თქვენ მართლაც მაგარი მასტერი ყოფილხართ. მე ახლა ვიცი დრაკონის ტექნიკა და უნდა დავამარცხო ბურთების მეფე. პოიაუ. მე ყველასე მოვიგებ. მე ყველაზე ძლიერი ვარ. დრაკონის სტიქია! ნაცნობი ტექნიკა. ბრავო. მამიკო! შენ მართლაც რომ ღირსეული პერსონა ყოფილხარ და ახლა ჩემ ტახტს გადმოგცემ. ვაუ! ტახტზე ადის ჩიკორ მესამე. ოჩახ მაგარი იყო. ძალიან საინტერესო იყო. რეჟისორი ლაზარე. საინტერესო, მაგრამ რთული. მაგრამ როგორ უნდა გამოვიყენო? რაცია. მაგარი ორი რაცია. მამიქდა. ერთი. სხვადასხვა თან შეგიძლია, ანუ მე სხვაგან წავიდე, ეს სხვაგან დარჩეს და თან ვესაუბრო. ძალიან მაგარია. მაგარი რაღაცა მომახერხდა. აი ესეთი ძაღლია და ეხლა კიდევ ერთი რაღაც მინდა რომ ამოვიდეს ძალიან, თუ გამომივა წესი ძალიან მაგარი იყო. რა მაგარი რაღაცები. ახლა მაზია. იქიაში მაქვს ყველაფერი. კაი, 2 წუთი მჭირდება რომ მოვიფიქრო. ერთ დღეს ძაღლი სეირნობდა პარკში. გაჩერდა, ათვალიერებდა ყვავილებს. მერე ბიჭი კაქტუსის კოსტუმში მოვიდა და დაიწყო ძაღლუკას წვალება. ეს ყველაფერი დაინახეს მაშველებმა და გამოაგზავნეს მანქანა რომ უშველონ პატარა ძაღლუკას. ბაზა ვუშლებს სპაიდერმენის მანქანას რომ უშველონ ძაღლს რუსთაველზე. როგორ გესმით ჩემი ხმა 1-1 მესმის თქვენ ბაზა მივდივარ რუსთაველზე. პამ ბოროტო ბიჭო წადი ციხეში 10 წლით. ბოდიში ასე აღარ მოვიქცევი. წადი. შენ კიდე ძაღლუკა დამაჯექი ზურგზე და უნდა ვიპოვოთ შენი პატრონი. ასე დამთავრდა ეს ისტორია. მეიდეი მიღება. და ეხლა ჩემი ჯერიც მოვიდა. აბა გავხსნათ პირამიდა. თოჯინა პრინცესა. ესეთი ლამაზია. ამას საინტერესოები ამოდის. ბედი. უი, აქ ყავს სპაიდერმენი. ვა, ძალიან მაგარია. ეხლა გავხსნათ ბიჭის შაპიტო და აქ ვა, რა კარგად. ყველაფერი მაგრად დაეწყო. პოლიციის მანქანა. ეგეთი მქონდა ადრე. გოგოს. უი. აი, ამას ნამდვილად არ ველოდი. ხელთნაკეთი წიწილა. კარგი მულტფილმი მოვიფიქრე. ერთ სამეფოში ცხოვრობდნენ ძალიან ლამაზი წყვილი, სპაიდერმენი და პრინცესა. და ერთ დღეს უბედურება დაატყვა თავს. შემყოლია. საიდანღაც გამოჩნდა პორორო წიწილა და გაიტაცა პრინცესა. თავისი პრინცესის
გადასარჩენად. პირველ რიგში იფიქრა, რომ პოლიციის მანქანით გადაარჩენდა, მაგრამ მიხვდა, რომ პოლიციის მანქანის გარეთაც ყველაფერს შეძლებდა. სპაიდერმენმა იპოვა პრინცესა პორორო, მოისროლა ბუს კვერცხებში, დაქორწილდნენ და ცხოვრობდნენ ბედნიერად. იმენა გვაჯობა. დიდი მადლობა. მაგარი ისტორია იყო. ძალიან საინტერესო ჩელენჯი გამოგვდის. თქვენ და გამოავლინოთ კომენტარებში გამარჯვებული და ჩვენ ახლა გავაგრძელოთ გახსნა. ანუ შეგვიძლია ყველა გავხსნათ. ლაზარემ უკვე დაიწყო. თოფი, მართლა მაგარი რაღაცაა. მაგრამ ეგ რა საყვარლობა. ვა, ბრელოკია. მე მგონი თან ისვრის. ნახე, მაგარი ძალა. აუ ეს არის კონსტრუქტორი. აუ ამას სწრაფად დავაწყობ. მე უკვე ავაწყე. მე იუნიკორნი ვარ. თან ბრელოკიც არის. ეს ძალიან ლამაზია. ესეთი კოსმეტიკა გვაქვს ხა. აი, ესეთი მოყვება თვალებისთვის არის მე მგონი. აი, ესეთი ძალიან ლამაზი ფერია. ისე მანქანა. ბრელოკია. მოყვება ესეთი არის რა ხელი? მაგნიტივით არის და შემიძლია ესე ვატარო. თურმე ამას მეორე მხარეც ქონია, ნახეთ. არის ესეთ ჯოხი. და აი ესე შეგიძლიათ რაღაცეები დახატოთ. მეს კი მაწერებელი ამომივიდა. აბა გამოიცანით რა არის? რა თქმა უნდა, მანქანა. მე ძალიან რაღაც მაგარი რაღაცა ამოვიდა. შენ ძალიან მაგარი რაღაცები ავაგდეს. თანაც საკოლექციო მანქანები არის. უყურე, Range Rover-ია მე მგონი. ფჩხილის ლაკი. მაგარია. იასამნისფერი ჭყუალებით და აქაც უბრალოდ აქ უფრო წვრილი ჭყუალებია. ეხლა ვერ წავის მე მისვია უკვე, მაგრამ ძალიან ლამაზებია. უი, ეს ჩანთა ბრელოკია, უყურეთ. და ჩემთან არის აი ესეთი ბრელოკი. თან აქაც შეგიძლიათ. რა ლამაზია. ეხლა ეს დანი უნახოს, გაგიჟდება, ის სიგიჟემდე უყურს ეს კურომები, იმდენი ბრელოკი აქვს ამას დაემატება კოლექციაში. ჩემთანაც აი ესეთი ულამაზესი და უსაყვარლესი ჩანთა არის. გახსნა კი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩემი აზრით უკვე უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ დანიმ რო გაიგოს, რომ ეს ყველაფერი მის გარეშე გავხსენი, შეიძლება სახლიდან გამაგდეს. ამიტომაც ჩვენ ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად.